დღეს ჩვენი ბიუჯეტი იქნება 10,000 ლარი და 100 ლარი. ახლა გადაწყდება ვინ იმოგზაურებს სოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ზამთრის კურორტზე და ვინ წავა ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ბიუჯეტურ ზამთრის კურორტზე. ნამდვილად ბიჭების ფსიქოლოგია არის ისეთი, რომ წითელ შუქში იქნება უფრო მეტი პირიქით, მაგრამ switch the case, ხო იცი? მე მგონია რომ ორჯერ იფიქრეს ეს და აქეთ მგონია. სანამ გუგა იფიქრებს, მანამდე გეტყვით რომ ჩვენი წარმომდგენი არის ბილაივი, რომელიც დაგვიფინანსებს ამ ერთხიან უმაგრეს მოგზაურობას. ვიდი. გაწყობს? რავი, მაწყობს. 1 2 3 არაშ! რა თქმა უნდა, ბიჭო, ალპების კაცი ვარ. 100 ლარი მეგობრებო, ბაკურიანი, მე მშობლიურ კურორტებს ბევრად პატივს ვცემ და არ მჭირდება რაღაცა ალპები და შმალპები. მე მგონი კარგად და ვისაც მოგზაურობა უყვარს ის გაფრინდება ხვალისთვის. კარგი, მაშინ მე წავიღებ ჩემ თანხას და გამომგზავრები ბაკურიაში. სანამ გამომგზავრებით ბაკურიანში, მინდა რომ ჩემი 100 ლარიანი კუპიურა უფრო წვრილად ვაქციო და დავახურდაო და ამისთვის მოვაკითხეთ ჩვენს პარტნიორ ბანკს TBC-ს და გადავახურდავებ და გამოვალეხავი დამელოდ. ახლა დაშლილია, შეგვიძლია ვიგულავთ. მადლობა TBC-ს. რადგან 10,000 ლარი მქონდა ბიუჯეტი, გადავწყვიტე ყველაზე პრესტიჟულ კურორტზე წავსულიყავი, რომელიც არის საფრანგეთში, რა თქმა უნდა, ალპებში. პირველი ფრენა გვექნება თბილისიდან პირდაპირ ფრენა ჟენევაში და ჟენევადან მატარებლით ჩავალთ კურშაველში და საოცრად დაუვიწყარი მოგზაურობა მექნება თემი აზრით. იწყება ჩემი მოგზაურობა ბაკურიანისკენ, ჩვენი ბიუჯეტი იქნება 100 ლარი. მე არ ველოდები არც ლიმუზინს, არც გვერდ ფრენს და არც ტაქსით მივდივარ. მივდივართ ავტოსტოპით და შესაბამისად კეთილი ადამიანის გამოჩენას ველოდებით, რომელიც გაგვიყოლებს იმედია პირდაპირ ბაკურიანისკენ, მაგრამ თუ ახლო მინდებარეზეც გამიყოლებს, არ ვიტყვი უარს. სანამ გავხსნდებით, მანამდე გეტყვით, რომ ჩვენი ახალი პარტნიორია TBC დაზღვევა, რომელიც დააზღვევს ჩემს ამ მოგზაურობას. და ახლა შემიძლია უკვე შვიდად გავხსნდე ალპებში. TBC დაზღვევა შეგიძლიათ შეიძინოთ TBC დაზღვევის ვებზე ან აპლიკაციაში. ასევე TBC მობაილ ბანკიდან და საჩუქრად მოყვება 1 გიგაბაიტი ინტერნეტი. მე გავითვალისწინე რა, წინა ვიდეოში, სადაც თორნიკემ დახატა ანგრიმენის ლოგო და დააწერა ბათუმი. მე გავამზადებ ბაკურიანი. მადლობა. გოგო, მოკითხვა აქედან. პირველი ხარჯი 1100 ლარი და ესა ფრენა თბილისიდან ჟენევამდე, რომელიც გრძელდება 4 საათი და 40 წუთი ზუსტად. ჯერ არ ჩავფრენე ვარ და უკვე საოცარი ბუნება დამხვდა. აი ხა თვითმფრინავიდან თქვენს ალბათ დაინახეთ თებში, რომელიც თითქმის თვითმფრინავის სიმაღლეზე იყო, ქალაქები იყო ჩვეულებრივად და სახლები ჩანდა აქედან. ოპა! მე მგონი გვიცნესთან. აუმარჯოს, ჩვენ ბაკურიანში და სადღაც იქით თუ დაგწოთ ბორჯომში? ვა, უღრმესი მადლობა. ოპა! ბორჯომში დასასვენებლად თუ ჩვენ ვიდეოს ვიღებთ თან და ვასა არის 10,000 ლარიანი ბიუჯეტით ალპებში, ხო? მე 100 ლარი შემხვდა. ბაკურიანამდე დაგვიყვანთ? თუ არ შეგაწუხებთ რა? უღრმესი მადლობა. გამარტივდა ჩემი მარშრუტი ამ კარგი ადამიანის წყალობით. 100 ლარი მიდევ ჯიბეში, მაგრამ ძალიან კარგი განწყობაზე ვარ მაინც. ჩამოვედი ჟენევაში, არის ღამის 11 საათი, დღეს დავრჩები აქ, ხვალ დილით ადრიანად წავალ მატარებლით კურშაველში. ჯორჯია. მობრძანდით საყვარლეს ვინუკაში, რომელშიც 200 ევრო გადავეხადე ღამეში და სახლი არის 4 კილომეტრის სასტუმრო წესით, მაგრამ თავი არა არტყავს ფრთხილად. ჩემ ბიუჯეტს არ შეეფერება, როცა 10,000 ლარი გაქვს, მეგონი უხერხულია, რომ ესეთ ადგილას იძინებ ღამით. წავედი. ჩამოვედით უკვე ბაკურიანში და უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ. აბა კარგად. მოკლედ დათომ ამ მაგარმა ადამიანმა მომიყვანა ჩემს სასტუმრომდე, რომელიც დავჯავშნე. ეს არის ჩემი სასტუმრო. ძირითადად როგორც მითხრა, ძღოლები სარგებლობენ ამ სასტუმროში. აბა ნახოთ, ჰოსტელის ტიპის სახლია. მასპინძეს ველაპარაკე და არა ვარო ადგილზე და ამიხსნა რომ მარცხენა მხარეს იმედია სწორად იმის არ შევუვარდი. შუმელი კარგია ჩემი. ეს არის სამზარეულო ჩვენი სასტუმროში. ეს ყოფილა ჩვენი ნომერი.
ეხლა ვერ გავიგე როგორც აქ. რომელში დავწვე, ანუ იმიტომ რომ ნებისმიერ წამს ფიქრობ, რომ შეიძლება მოვიდეს ადამიანი, რომელიც შეიძლება გვერდზე მომიწვეს. აქ დავწვევი რა. სისუფთავე ვნახოთ რა. ფერი გაია. სულ რაღაც საათ ნახევარი დამრჩა და ჩავალ კურშაველში. სოფლიოში ყველაზე დიდი და მასშტაბური სასრიალო ზონა. თან ვიცი რომ უდიდესი ადამიანები ცხოვრობენ და უბრალოდ ერთი დღე გავერევი. გუგა იმედია კომფორტულად ჩავიდა ამასობაში, ბაკურიანში და რა ვიცი, გუგა წარმატებებს გესურვებ. მოვედი და სასტუმრო მაქვს ეგრევე. ლოკაცია ნახეთ. სასრიალო სივრცე არის აქ, გვერდზე და ეს არის ჩემი სასტუმრო. ფას გეტყვით, როცა ნომერში მივალ სასტუმროს ვნახავ და გეტყვით შეესაბამება თუ არა ფასი, სერვისი და ლოკაციას რა შევარჩიე, იმიტომ რომ საკმაოდ ძვირი დამირჩა პირდაპირ გეუბნებით. Sure, Nicholas. The cakes are free, included in your reservation. You can take as much as you want. You have this key room, and your locker corresponds to your room number. So for you, 307, no need for key. So this is the plan of the station. We are here. Have a lot of different documents here. რა ადგილია, ბიჭო, პირდაპირ გადიხარ სასტუმროში. This is our partner. Oh, perfect. You will have a discount if you come from the hotel. We'll show you restaurants. ამ რესტორანი ვნახოთ ახლა. oi. So this is a bar, open until 11 p.m. მიყვარს უმაღლესი დონის სერვისები რა. After you welcome. This is a little welcome gift from the house, made by the chief, of course. So enjoy your stay. Thank you so much. Merci beaucoup. ესე გამოიყურება, რომელშიც ჯერჯერობით მარტო ვარ. დიდი იმედი მაქვს, რომ საერთოდ არავინ არ შემომიერთდება და მთელი დღე მარტო დავრჩები. ამ ნომერში გადავიხადე 20 ლარი. აქედან რაიონზე გასასვლელი, რაიონზე გახდება გარეთ გასასვლელი. ესეც ტუალეტი გასაგებია, ნუ 20 ლარი გადავიხადე რა. ეს არის იმისთვის, რომ უბრალოდ დაიძინო და გაიღვიძე და გახვიდე. დარწმუნებული ვარ, ნიკა შედარებით უკეთეს სასტუმროში ისვენებს. გაიხარე ნიკა. ძალიან კმაყოფილი ვარ. სასტუმრო არის საოცარ ლოკაციაზე. პირდაპირ გადიხარ და სრიალებ. ყველა დეტალზე ნაზრუნია, ძალიან მყუდროა, მაგარი სერვისია ძალიან. გადავყვა ეს გოგონა. ფას რაც შეეხება. იმიტომ რომ ვარ ალპებში ყველაზე პრესტიჟულ ადგილას, ყველაზე გრძელი ტრასაა და ყველაზე ცნობილია. ამ ყველაფრის გამო ერთი ღამე დაჯდა 1000 ევრო. ამ დროს გუგა რო 100 ლარით წვალობს, ცოტა მეუხერხულება, მაგრამ ნუ ეს არის გუგა ბოდის ვიხთი რა. მოკლედ სახლთან ახლოს და პრინციპში დიდველთანაც თხილამურების გასაქირავებელი ლოკაცია ვნახეთ და შევიდეთ ვნახოთ. ამარჯობა, ერთი დღით რო ვიქირავო რა დაждდება? გასათვალე ჯოხები შევა 25 ლარში. ნიკას ფასთან შედარებით დარწმუნებული ვარ, რომ ბევრად უკეთესი ფასი იქნება. ნულიკაცია დაწესებულებაში, მაგრამ მაინც ველოდები რაღაცას, რომ არ ვიცი რას. ამათმა რუსებმა ჩავიდი მოხცეს ფული 50 ლარი მივეციო. კომპიუტერში შეიძლება დაფიქსირდეს ის, ამ ადამიანს ფული არ აქვს მიცემული. და ამბობს რომ მიცემული მაქვს, მაგრამ ბლოკნოტში ასე არ წერია. ცუდ დავიარესი. რა თქმა უნდა, პირველი ნაბიჯი და პირველი მსუყე ხარჯი არის ის, რომ ჩავისვა ისე, რომ მიმიღონ თავისიანად. შევედი და იმედად ძალიან არ გამომეთხრება ძირი რა და სხვა რაღაცებისთვის დაგვრჩება ფული. შევიძინე ყველაფერი, მოკლედ 650 ევრო ზედა, 300 ევრო შარვალი, 100 ევრო ხელთათმანები და 50 ევრო ეს სამცავი. ჯამში 1100 ევრო გადავიხადე ყველაფერში. ძალიან ძვირია რა თქმა უნდა, მაგრამ ტოპ ბრენდია და თავისუფლად შემიმილია, რომ თამამად შევუერთდე და ამათიანი გავხდე რა. ჩემი ბიუჯეტით საგზნობა შემცირდა და დამრჩა სადღაც 2000 ლარამდე, რაც არის დამღუპველი ჩემი არსებობის. მოკლედ პროფესიონალივით აღჭურვილი ვარ უკვე, ერთ-ერთი რაც მოკლე არის თხილამურები და გახსენება სრიალი. ეს ხო არის ჩვენი სასტუმრო. ეს არის თხილამურების სერვისის ქირაობის. Bonjour. Bonjour monsieur. ქვემოთ არის თხილამურების ქირაობა. Hello. Hello guys. So we want to rent ski. You need to take out the shoes, Okay. work on the machine. ედავრა მანქანა. მაგარი სერვისია რა. 44 ნახევარია ჩემი ფეხი ზომა, ვისაც გაინტერესებთ. Oh. Voila. Yeah, it fits good. Yeah? Yes. Let's go for It's it. good. Thank you so much. You're welcome. დარწმუნებული ვარ გუგაც ახლა ესეთ აპარატზე დგას და იზომავს ფეხის ზომას, ზეპირად არ ეუბნება, ზუსტად ვიცი. შეიძლება მეც მოვიზომავ მანამ. ზომა 42. 42. მადლობა. არ გინდა ხეჭი. კი, კარგი იქნება რა. ეს სპეციალური გეტრები მათვია სასრიალო, რომ მოჭიდება ქონდეს, მაგრამ ამასთან რა. ეს
ანადგურებს ყველაფერს. სისუფთავის ამბავში არის, რომ უკვე შანსები შეამცირება. იმიტომ რომ ხედავთ, უკვე ამოსულია. თეთრი არ მიხდება ცოტა. უხდება? უხდება? კი ბატონო. 42-ზე. 25 ლარი მითხარით, ხო? ეგრეთ. ეგ არის. დაგვრჩა 55 ლარი. დღეს უნდა ვიმყოფოთ. მადლობა დიდი. ბაკურიანო, სასრიალოდ მოვდივარ, მაგრამ ვერ მოვდივარ, იმიტომ ფეხით ვარ. ახლოს ვარ დიდველამდე. ფეხითაც შემიძლია ავიდე, მაგრამ ამით ვერავალ. ბარემ ჩავიცვი, იმეს ავყვები. აქსიურად გავაჩინო 20 ლარი, გამძვრება უეჭი. გამარჯობა. დიდველამდე რამდენად აგვიყვან? 15? 1000 წაგიყვანდა. იყოს, მადლობა. 10 ლარი მითხრა. ხო არა უკვე. თავიდან 15 მითხრა, მაგრამ მე 10. მიჩვენე დაველოდო იმეს და ავყვე რა. დვასას უნდა ვაჯობოთ 100 ლარით. წავედი. 48 ეურო ღირს თავისი სრული აღჭურვილობით. ერთ ღამეში არ არის ძალიან ძვირი ამ სიტუაციაში, სადაც ვართ. აბსოლუტურად მზად ვარ სასრიალო. სულ არის 5 დონის ტრასა, ერთი არის მწვანე ყველაზე მარტივი, შემდეგ ლურჯი არის საშუალო, წითელი რთული და ბოლოს შავი, ნუ მარტო პროფესიონალებისთვის. ჩვენ დავიწყებთ ლურჯით და მერე გადავალთ წითელზე. ავდივარ უშაველში მოკლედ. 100 ლარი მაგადა გაერთობოდი. გირჩევა წანახუჯე მართლა. თან მაგარი ხედებია, ნახე თები პროსტა საოცარი კადრებია, ჩემს ირგვლივ უმაგრესი. დიდველზე მინდოდა სრიალი ცალსახად, თუმცა ქარის გამო დაკეტილიაო მითხრის. ვისრიალებ 25-იანებზე რა. უფრო იაფშიც გამოვალ. გამაზია აქაურობა რა. ბაკურიაში დიდი ხანი არ ყოფილა რა. მე რო ვიყავი ამდენი რაღაცა გახსნილი არ იყო. აქეთ სიგურების შესასვლელია და იქით ბოლოში არის როგორც ვიცი, ყველაზე მაღლა რაც არის. დიდველის სიმაღლეზე ვერავალ, მაგრამ ამას მოსაც თავის მუღამი აქვს. რა დავაკამბექე. გამარჯობა. გაგიმარჯობა. როგორ არის ეს ფასები რომ მითხათ? ბარათინოს. ხო. ლარი? დიახ. 100 ლარი 3 ლარი. 20 ლარის რო ავიღო, რამდენი გამოვა ესე იგი? ერთი ბარათი და 500. 500 ლარი. კარგით ეგრე ვქნათ. მადლობა დიდი. 20 ლარი გადავიხადეთ. 500 ლარი ნორმალურია რა. დიდველზე რო წასულიყავი, ალბათ 100 ლარი დამიჯდებოდა ამდენი, არ მახსოვს ზუსტი ფასები, მაგრამ ჯვირი დაჯდებოდა საკმაოდ. წავედით მოკლედ. ეხლა ვარ ურშაველის უმაღლეს წერტილში 3568 მეტრზე და ეს საოცარი ხედი იშლება ჩემს უკან. აი 60-ია ჩვეულებრივი, ვისაც მთა უყვარს თოვლი და სრიალი, ეს ადგილი არის სასწაული უბრალოდ რა. თან სრული კომფორტია. სხვადასხვა დონის ტრასებია, გინდა რთული ჩახვალ, გინდა მარტივით. წავედი ხა დავუშვები კურშაველში. ნახოთ იმედი არ წავიქცევი რა. თან დაღმართია. თქვი ძალიან რთული გზაა თქო და ღირსი ვარ. ძალიან გრძელებია ეს რაღაც მოხერხებელია. რასცა ცალი ფეხით ჩალიჩოვდი. ბიჭი იმდენად დიდია რომ ქუსლი გამედო. აღარ ცადოთ. Don't try this at home, მაიგობრებო. მაგრამ მომენატრა სრიალი რა. საერთაშორის კაი ხანი არ მისრიალია და მიხარია რომ მომეცა საშუალება. წავედი მოკლედ. ოპერატორი დამეჯახა. მიშველე ბიჭო მტყდებაში. ოუჩი. ქვევი ძალიან მოყინულია. ეხავს რა, ისეთი პატარაა რომ დიდველზე ეს ის არ გაქვს რა, ახვალ და ერთი 20 წუთის სრიალებ, ნუ თელი სიჩქარით თუ არ ჩამოხვალ და ნელა ის სრიალებ. ვინც შენთან ერთად ტყბებით ამ სილამაზით, ალბათ ყველა დამერწმუნებით, რომ აი საოცარი სილამაზია რა. სულ ოცნებად გქონდა ესეთ ადგილას მესრიალა, თან ხედებით რომ დამტკვარიყავი. პარაპლანით ეხა თუ ჩანს კარში, ერთად ვიფრინავს და ვიღაც ჩასრიალდება. მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენც უმაგრესი კურორტი გვაქვს გუდაურის სახით, სადაც ფასები ბევრად იაფია ამასთან შედარებით და ტრასა არ არის იმდენად ძალიან დიდი განსხვავება არ არის რა. და გუდაურშიც უმაგრესი ხედი გვაქვს და ძალიან ბევრი ტურისტი მაგიტო ჩამოდის სწორედ გუდაურში. რაც შეეხება ბაკურიანს, შედარებით დაბალბიუჯეტიანია და მაგიტომაც არის 100 ლარად ბაკურიანში და არა გუდაურში. მოდი ამოდი და წამ. ერთად? ხო. ოპა.
დიდი ხალია სრიალე? თვით ნასწავლი ვარ და 4 წელი. უყურებ ანგრიმეს? ერთი მერბეულ. გადმოვა. ნელა. ადრე გაუშვი ცოტა. არაუშვი, მაგრა ნერვიული. აგა დახვიდე. კარგად ხარ? მაგარი აპასნია. ხეხა მივხვდი ამ კაცს რა საქმე აქვს. მაშველია. მეგობრებო, ამასობაში შეგახსენებთ, რომ ჩვენი წარსდგენი არის ბილაივი, რომელიც გვარდგენს ყოველთვის და გვაძლევს საშუალებას, რომ გადავიღოთ ესეთი კარგი და ხარისხიანი ვიდეოები. აუ, სად შევარდი? უკაცრავად. იქ რო ახტები და აქ რო შევარდები, ცოტა უხერხულია. ძალიან გრძელი თხილა, მადლობა. ბრავო! ძალიან მალე ჩავალ უკვე უმაგრესი სრიალი იყო საოცარი და ძალიან უსიამოვნო. ჩამოვედით უსაველში, ყველაფერს ფული ტიფიდან წამოვედით. ფასახორის ერთო წავიდეთი, მაგრამ სხვა წაიქეთ ისე ვერ წავიდეთ, სწორი. ემელა და უფრო კარგად ჩავაბხავდეთ. აუპალავზე გადავაძერ სნოუბორდზე. მეგობრებო, ჩემ ბიუჯეტს ცოტათი დაერხა, თუმცა მე ლუდში, კონკრეტად 2 ტონას ლუდში არ მომიწევს თანხის გადახდა, რადგან ამიერიდან ვიდეოებში, სადაც არ უნდა ვიყოთ 2 ტონას ლუდი, ყოველთვის ჩვენთან იქნება. მე ჩემს გამიც გაუძლებს ჩემ წონას? შენ? ხო. პატარა ბავშვი. არა და მინდოდა ძალიან. წვადი და შაურმა, მაგრამ ჯერ არ ვშია და ჯერ გავიკატავებ ვივლი ჰაი-ჰუი, მერე შევჭამ რამეს მოვიფიქრებ. რა ვქნა ეხლა? ვასა, შენ რა შვები? ქალაქის ცენტრში ჩამოვსრიალდი და პირველი მაღაზია რაც ჩემ მონკლერი, დიორი, ლუი ვიტონი, როლექსი, ლოროპიანა, ერმესი. აი ეს სივრცე კურშაველი არის დიდარი ადამიანების ცეხი ძმაო რა. აი ამ ტერიტორიაზე სასტუმრო ერთი ხამი ღირს 10,000 ევრო, პროსტა სიგიჟეა უბრალოდ. და ჩვენ ვართ აქედან სადღაც 9 კილომეტრში და რავი, ძალიან ძვირია საბოლოოდ აქ ყოფნა. საღამოსთვის დავჯავშნე ეს რესტორანი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ფენსი არის თელს კურშაველში. ფასები არ მინდა რომ გითხრათ, კატასტროფაა, მაგრამ ჩემი ბიუჯეტში მე და ჩავეყევი 2,000 ლარი დამჭა სულ რაღაც. ერთ რაგას სპოილერებ, მხოლოდ ისის ფასებს შეხედეთ. თანხები მოცემული ევროებში. სანამ ვახშავს მივიღებთ, ჩვენ გველოდება აფხესკი, იგივე აფთერსკი, ანუ გულაობა სრიალის შემდეგ. ავალ ახლა გამოვიდეთ. მოცლა თქვა, რას გავაკეთეთ? ტური რამდენ ხნიანია? ნახევარ საათიანი, 1 საათიანი, 4 საათიანი. აი 20 ლარს ვიხდით და რასაც შემოგთავაზებთ თქვენ იცით. აი ბურანი ჩანს. მივდივართ სად არ ვიცი, მაგრამ გავიგეთ. მეგობარო კამერა მოგვიძრა ვიპოვეთ აბა რა მუღამი აქვს ეხა კარაქივი თუ ჩამოსვისინდი რა აზრი აქვს
ძალიან დაასწრო, ძალიან მაგარია. ურანი მაგარია და თან ეს ვიწრო გზები რო იყო და რაღაცა off-road-ის სპონტი ძალიან ასწორებს და ძალიან მაგარია. მოცლარში, რა ვიცი, მიგას კურშავეში არც დაუქოქავენ და არც მიასუნინებენ მაგას. გამოვიცვალე, ცოტათი მოვიტრუპე და ეხლა მივდივარ რესტორანში, შემდეგ ცოტას გავერთობი და წავალ უკვე თბილისისკენ. Thank you. 50 евро დაжда ეს მგზავრობა, რომელიც ძალიან მოკლე იყო. Thank you. ღამის კურშაველკა არის ულამაზესი რა. საოცარია და სანამ შევჭამ, ყველი დავათვალიეროთ ერთად. ალპების თავარი ცენტრი საფრანგეთში ოღონდ მხოლოდ. დიო, შადო, ხადა, ლუი, გუჩი, ფუჩი, ყველაფერი იმისთვის რომ მაქსიმალურად ბევრი დახარჯოთ. მანქანები მაგარი, სუნი ჰაერში სიგარის, ვერცად ვერ ნახავ დაკვრას გიტარის. უშუალოდ კურშაველი ძალიან ძვირია რა. ერთხელ უნდა კონდეს იმის ყრაკი ბოდიში ცხოვრებაში, რომ ერთხელ მოხვიდე და ნახო სიტუაცია. მეორედ რომ მოხვალან მესამედ რა, შეიძლება იგივენაირად გაატარო დრო და სამჯერ ნაკლები დახარჯო. ყველაზე მაგარი რაც არის, აი დაკონექტებულია ძალიან მაგრა ტრასები. ძალიან კარგი. It's okay. We are happy. You are happy. Everyone is happy. დღის მთავარი ღონისძიება იქნება ამოყვანის სპეცოპერაცია, რომელიც ამოვიყვანოთ. აი ამას ცხვირში ხوار წამოვდო. რაღაცას რომ მიუგავს. ვაჭერ. შანსი არ არის. აი ეს პატარა ბაჭია უნდა ამოვიყვანო. ხო, ამაზე სტრაიკი არ მომივიდეს. ბაჭიუკა. აბა, ხო. Come on, არის თუ არა ეს ბაჭია? ჩემს ცეცხლი. ორლარში გამოვიყვანეთ ჩვენი პატარა ბაჭია, რომელსაც მიცემ დანიშნულებას. წავედი. აქ ერთობა ახალგაზრდობა კურშაველში, სხვათა შორის და საჭმელად ვაპირებდი წასვლას, მაგრამ ისეთი ივენთი გაიჭირე, რომ აქ შემომიწოვე, შემდგომ ხელმა შემომიწოვა, ჯერ კიდე ახალგაზრდა ვარ. Copyright. YouTube. არ გაბედო ხა, დასტრაიკება. არასდროს არ მიცდია სხვათა შორის, ეჭვი მაქვს ისეთი ფასი იქნება, რომ ჩემი ბიუჯეტით ვერ გავკაჩავდა. სქერით დავტკბები. მიდით ბავშვებო, დავაი, come on. გაუმარჯოს, რაღის მაღაზია დგომა ხო არის? აი, საათი 30 წუთი. საათი 30 20 ლარი. 2 წუთი რო ავიღო შემიძლია? არ მგონია. რა. ფოტო გადავიღოთ. რა. მოდი იქიდან წამოდით, ეხა ბოლოდან, ვინც პირველი მოვა აქ, ფული არ მაქვს პროსტა. ამ ბაჭიას გჩუქნით. ფულითაა გაძეძგილი. შიგნით სუფული დევს, 5 ლარიანებითაა გატენილი. მეგობრებო, ტურნირი მიმდინარეობს ციგურებში. ჩვენ მონაპოვარს გადავცემთ იმ ადამიანს, რომელიც პირველი შეახებს ხელს ამ კედელს. ეს ძლიერი პრიზით ვერ ჩამოვედით. ბრავო! პილოტსავ! დამსახურებული, ბრავო! რა ქვია? საბას, ბრავო! დასრულდა პარტი ძალიან მაგარი ივენთი იყო და აქედან მივდივარ საჭმელად, ეს მაგარი კაცი ჩვენი ძმაა უკვე რა. Voila! Angry Man? This one? ხალხო გამოიწერეთ თქვენს ყველა აი ამ პატიოსანი ადამიანები ჩვენი არხი. On the road to 1 million subscribers. Let's go! კიდე ერთი ძალიან დიდი პლუსი კურშაველის, რომ ყველას უყვარხარ დღეს. ან ყველაღარ ვიცი, მაგრამ ამ წამს ყველას უყვარხარ, ყველა ერთობა და ასწორებს რა. გუგა, აქედან მოკითხვა და გულსფელად ძალიან გამიხარდებოდა, რომ ჩემთან ერთად ერთობოდე რა, იმიტომ რომ ჩვენ ერთი ვაიბი გვაქვს, მაგრამ დარწმუნებული ბაკურიანშიც საოცარ დროს ატარებ. ამასობაში მეგონი ჭამის დრო მოვიდა, იმიტომ რომ მთელი დღე ფაქტიურად არაფერი არ მიჭამია და ფიქრობ რა ვჭამო. 13 ლარი დამრჩა და წესით შაურმაზე მაინც უნდა მეყოს. ერთი რამე მინდა აღვნიშნო, რომ ასა დარწმუნებულა რომ უკეთეს ხედებზე შეიძლება იყოს და უფრო ლაქშერულ ცხოვრებაში იყოს, მაგრამ იმასიც დარწმუნებულია, რომ ესეთ ყოველ ნაბიჯზე ესეთ დადებით ემოციებს ვერ იღებს ხალხისგან. ხართ ისი შეშევყევ, რომ საერთოდ დამავიწყდა ჩემი ვახშამი, რომელიც 8 საათზე მქონდა დაჯავშნილი და ეხა არის 9 საკლეთ 15. ნახოთ მიმიღებენ საერთოდ. We are a little bit late. Just the two of us. Thank you.
ნახო menu. Can I order? Yes. What would you like? Clams, Yeah. mussels. Okay. შეუკვეთე ზღვის პროდუქტები, აი ძალიან პატარა თეფშებია ეთყობა რა, პატარუკები და სუში 15 ნაჭერი და დარწმუნებული ვარ 300 ევროზე უკვე ავალ რა, ისეთ ფასებია. მაგრამ რადგან მე ჩემმა უსაყვარლესმა წარმდგენმა გამომიყო ბიუჯეტი, ვირგებ ამ ცხოვრებას ერთი დღით. მადლობა ბილებს. Sorry, there is no mussels anymore. Would you Okay. like to replace it? Yes, რომელიღაც არ ქონდათ. მოკლედ ეხლა დავამატებ ერთ ახალ კერძს. ხალხო, თუ შეიძლება მე მიყურეთ რა, სხვაგან უიყურებთ. მადლობა. გამარჯობა. შაურმას აწყობთ ხო? რა ფასიანებია? 12-15 ყველაზე პატარა 12, ყველაზე პატარა გამიგეთ 11-იანი რა. 12-ია. მერში ვასწინე. მადლობა. შაურმა 12 ლარი. გამარჯობა, წყალი რა ღირს? 2 ლარი. ნახევარი წყალი რო ვიყიდო შეიძლება. ნახევარს გაჩვენე. იმიტომ რომ გიცაი. მადლობა. აი, მაშინ. უღრესი მადლობა. კარგი დღე. კეთილი ხალხი უნდა ამრავოს ღმერთმა. ამ გოგომ დამკერა სუშიზე 4 ნაჭერი სუში ავიღე ხიზილალის, რაშიც გადავიხადე 80 euро. ნახოთ მოვყვებით თუ არა სქემში ამ ლამაზი გოგონას სახელით. ეს ზღვის პროდუქტები მოვიდა, დარჩა სუში, ეს არის ცივად, ამ ცოცხალია, უმია. აბა. ამის მუღამი დავკარგე, ესეთი ცუდი იყო. შეიძლება ვიღაცის გემოვნებისთვის მაგარი იყოს, მაგრამ მე არ მიყვარს რა. ამზადა? ასაღებად გინდა თუ აკმე. საწავიღო კიდე. აბაროდი აგიგე. აი ბატონო. ფრენჩიპსაც კი ვერ ჯობია, მაგრამ უღრესი მადლობა. საჭამო? მეგობრებო. ოკეი. ვასა ეხა ვიცი რომ გაყრილი აქვს პერო. აი უკეთავს იქ ხამანწკები ფუნწკუნწურებზე, ჭუჭუკები ტუკუტებზე, კრევეტის ჭუჭუკები კეცში. კრევეტი ნორმალურია, ხარისხი არის კრევეტის. Thank you. ეს რა არის? საშიმი არ მიყვარს. მაკები გაირიჭონ ტ***ში. ფაქტობრივად აი ჰაერია, არაფერი არ არის. ამ სეტში გადავიხადეთ 550 ლარი. დედასთვის საუბარი. დავხიზილალ გავსინჯოთ ეხა სუშიზე. აი, თავიდან პირველი ყველაფრის გარშე გავსინჯე. ეხა გავსინჯავ ყველაფრით. 30 euро დამიყარა. განზურია. ფათაშორის აქ შეგრე პიცა შევუკვეთო, მთლიანად შავი ხიზილალები აქვს მოყრილი და 330 euро ღირს. ზოგადად აქ შვეიცარიაში და საფრანგეთის აი ამ კუთხეში ყველაზე პოპულარული საჭმელი არის ფონზიე და ღაკლეტი რა, ყველები, რომელიც შენ თვალდნება, გაქვს კარტოფილი და სხვადასხვა რაღაცები და უნდა ამოვაწო და აი ძალიან გემრიელია. მაგრამ აქ იმიტომ არ შევუკვეთე, რომ შვეიცარიაში რო ვიყავ მივირთვი და აღარ მინდოდა იგივეს გამეორება. ზოგადად ძალიან მიყვარს სხვადასხვა კუთხეში სუშის დაგემონება და შედარება ერთმანეთზე და აქ რო თქვა რაღაც განსაკუთრებული თქო მოგატყუებთ რა. სუშის აუცილებლად ბოლომდე დავამთავრებ, რასაც აი ამაზე ვერ ვთქვი, ეს ძალიან ცუდი იყო და პირის დაკარებას არ ვაპირებ. კაია, მაგრაც ცივა სხვათა შორის განსაკუთრებულად ცივა 800-დან უფრო ის არის, კაი ამინდია, ვიდრე ჩვენთან. -6 გრადუსია მეგობრებო სხვათა შორის, რაც იმას ნიშნავს, რომ განსაკუთრებულად ცივა, მაგრამ ჩემი გული არის თბილი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დადებითი ემოცია მივიღე, ძალიან ბევრი კარგი ადამიანი შემხვდა და 100 ლარში შემიძლია თქვა, რომ შევძელი ის, რომ ერთი დღე, რა ვკითხავ, ძალიან მოვიკლე ხა რაღაცეები თქო, ვერ ვიტყვი, მაგრამ ის გავაკეთე, რასაც უფრო მეტი ფულითაც გავაკეთებდი რა. შემიძლია ვთქვა, რომ 100 ლარშიც შეგიძლიათ ჩაეტიოთ რა. იმაში რომ ერთი დღე სრულად გაატაროთ ბაკურიაში თავის მგზავრობით მათ შორის. ავტოსტოპს თუ მიმართავთ როგორც მე. Can I ask you the bill? მოგიძლია ხანგარიში ვნახოთ რამდენია და მაგის მიხედვით შევაფასებ ყველაფრის გათვალისწინებით. მომსახურების, გემოს და ფასების. ზუსტად დაუსვეს 300 ევროა ზუსტად. 297 ევროა ფასი. ეხლა ამას რო გადავიხდი, რა მრჩება? რაღაც 100 ლარი. შევასრულე იდეალურად გავწერე ჩემი ბიუჯეტი რა. Coca-Cola 2 ცალი ღირდა 12 euро. ერთი ცალი ღირდა 12 euро. ძალიან ძვირია. საბოლოოდ 300 euро იმაში რომ ოდნავაც ვერ დავნაყრდი. მაგისთვის ძალიან ძვირია რა. Make 350. ჩაი გამომძალა. რაშვები არ ამატებო მკითხა და დაუმგვალე. 350-მდე და აღარ ის ფულიც აღარ დამჭი. Thank you. აი ესეთი ფეიქი იყო ჩემი thank you ეხა. ეს იყო საჩვენებელი იმის რომ როგორ ცხოვრობს ხალხი ერთ-ერთ ყველაზე ძვირიან წერტილში. ერთი ის მხარეა რომ უფასო შატლ ბასი მაქვს ჟენევას აეროპორტამდე, იმიტომ რომ კაპიკი აღარ მიჭყავი ჟიბეში. 0 ლარი დამრჩი. წავედი ეხა თბილისში. დასრულდა ჩვენი ვოიაჟი და მოვედით ჩვენ სახლში, სადაც დავრჩები და ხვალ დილით გავემგზავრები თბილისში. მარტო არის.
მეგობრებო, წინა მოსვლაზე ამერია საწოლი ეს მეგონა რომ იყო ჩემი, რომელსაც არ აქვს გადაკრული. ჩემი საწოლი არის ეს, რომელსაც აქვს გადაკრული. რა თქმა უნდა, ერთი დღის გამო არ ღირს დასვლა ამ ხელგზაზე, მაგრამ კონტენტისთვის არ ქონდა ცხოპილი უნდა გაიხო. დასრულდა ჩემი ვოიაჟი. იმედია ნიკამ ძალიან კარგი დრო გაატარა. ხვალ დაურეკავ შევეხმიანები რაქნა როგორ. სულ რამდენიმე წამში დავეშვებით, მაგრამ როგორც ხედავთ, საერთოდ არ ვნერვიულობ, იმიტომ რომ ჩემი მოგზაურობა დაზღვეულია TBC დაზღვევის მიერ. თქვენ კი ძალიან გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი, რათა პირველებმა ნახოთ ვიდეო და ჩვენ მოგცეთ мотиваცია, რომ ჩვენი ვიდეოები უფრო და უფრო უკეთესი გახდეს და უფრო და უფრო ხარისხიანი ვიდეოები შემოგთავაზოთ. გემშვიდობებით.